მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი როგორც ქალაქი თავისი არსებობის 1600 წელს ითვლის, საკუთარ დღესასწაულს წელს მესამედ აღნიშნავს. უძველესი ქალაქი წლიდან წლამდე უფრო და უფრო თანამედროვე სახეს ირგებს. ამ ადგილის, როგორც დასახლებული პუნქტის დაარსებას ლეონტი მროველი ქართლოსის ცოლს მიაწერს. ამბებით, ისტორიებითა და საინტერესო ადამიანების სავსე ქალაქმა არსებობა 1265 წელს ბექა ყაენის შემოსევის შემდეგ შეწყვიტა. რუსთავი მეორედ 6 საუკუნის შემდეგ გაშენდა. დღეისთვის კი აქ 120,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დღეს არის რუსთავ ქალაქობა. მინდა სულ ყველა რუსთავას მიულოცო დღევანდელი დღე. უსურო ჯანმრთელობა, ბედნიერება, წინსვლა, წარმატება ცხოვრებაში, რუსთავის გალამაზება და გალაღება. გილოცავთ ყველას, ჯერ სვეტიცხოვლობას გილოცავთ მოგვიანებით და რა ვიცი, ძალიან გალამაზებულია აქაურობა და სასიამოვნოა ეს განწყობა. ყველას გისურვებთ, რომ აი ამ განწყობით შეგვენარჩუნებინოს მთელი წელი რუსთავობის. და მხოლოდ ერთი დღით არ ყოფილიყოს ასეთი შთაბეჭდილებები. სხვადასხვა სახის კულტურულ გასართობი ღონისძიებები დატვირთული რუსთავ ქალაქობის აღნიშვნა ქალაქის ცენტრში თავისუფლების მოედანზე დილიდან დაიწყო. რუსთავი საკუთარ დღესასწაულს სიახლეებით შეხვდა. ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველწლიურად ამ დროს ჩვენ ვაბარებთ მოსახლეობას ანგარის გარკვეულწილად, თუ რა გაკეთდა გასულ წელს, თუ რა გეგმები გვაქვს უყვებით მომდევნო წლისათვის და თქვენს ამჩნევთ და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მომდევნო წელს რუსთავი უკეთესი იქნება, თუმცა წელს ბევრად ჯობია იმას, რაც იყო შარშან. თვითმმართველობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გალამაზებული რუსთავი შეხვედროდა ამ დღესასწაულებს. მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს და მოწვეულ სტუმრებს ბევრი კარგი, ლამაზი და საინტერესო საანახაობა და ღონისძიება ენახათ. გაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი სპორტული, კულტურული და სხვა სახის ღონისძიებები და ვფიქრობ, რომ ყველა კმაყოფილი იქნება. იმ ადგილას, სადაც 2 წელიწადში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე აშენდება, სპეციალური კაფსულა ჩაიდო. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ესწრებოდნენ. ნაგებობა FIFA-ს ყველა სტანდარტებს დააკმაყოფილებს და 2200 ადამიანზე იქნება გათვლილი. მართლაც არის ძალიან ღირსეული ობიექტი, მე ვფიქრობ, რომ ეს სტანდარტები, რომელიც არის UEFA-ს მოთხოვნით იქნება დაკმაყოფილებული. პროექტზე მუშაობდნენ ესპანელი არქიტექტორები და აქ არა მარტო კალათბურთი, არამედ სპორტის სხვა სახეებები იქნება. ვფიქრობ, რომ ერთ მას შემდეგ რაც დასრულდება, ღირსეულად წარუძღვება იმ სპორტული საქმიანობას, რომელიც აქ წარიმართება. რუსთავ ქალაქობის ფარგლებში ქუთაისის მოედნიდან სტარტი აიღო მარათონმაც, რომელიც თავისუფლების მოედანზე დასრულდა. მასში 500-მდე მსურველი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ეს კარგი არის ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის, ქალაქსაც მოუხდა გასილამაზისთვის და ულოცავ გამარჯვებულებს, ვინც გაიმარჯვეს. შეულოცავ ყველა რუსთავ ქალაქობას. ჩაატარეს ამ დღესთან დაკავშირებით მარათონი, გავიმარჯვე, პირველ ადგილს დავიკავე, ძალიან გახარებული ვარ, არ ველოდი სიმართლე გითხრათ. რუსთავმა ცნობილ მომღერლებსაც უმასპინძლა, რომლებმაც რუსთავის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დუეტები შეასრულეს. კონცერტზე ყველა თაობის საბავშვო სიმღერები ჟღერდა. ყველა რუსთავის მოსახლეს ულოცავ დღევანდელ დღეს რუსთავ ქალაქობას. ჩემთვის ორმაგად საპატიოა ამ ღონისძიებაში მიღება დღესასწაულში, იმიტომ რომ ბავშვების, ასე ვთქვათ, კონცერტზე გამოდივარ და ბავშვებს უმღერივართ, იმ რუსთაველ ბავშვებს, რომელიც აქ ცხოვრობენ. პირველ ყოვლისა გეტყვით, რომ ეს შევასრულე სიმღერა კრიჭი-კრიჭი დავით გომართელთან ერთად. თავად მე ძალიან მომწონდა ეს მომღერალი დავით გომართელი და ძალიან გამიხარდა, რომ ხა ცოცხლად მომეცა საშუალება, რომ შემესრულებინა მასთან ერთად ეს სიმღერა. ამიტომ ძალიან გახარებული ვარ. რუსთავ ქალაქობა ხვალ დასრულდება. კვირას ქალაქი ადგილობრივებს და სტუმრებს ველორბოლას, ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი რაიონების პრეზენტაციას, პერფორმანსს და ანსამბლ რუსთავის კონცერტზე დასწრებას თავაზობს. ხვალ რუსთავი საკუთარ საპატიო მოქალაქეებსაც აირჩევს. დაინახე ამ ლოზუნგითა და თეთრი ხელჯოხებით, როგორც უსინათლო ადამიანის სიმბოლოთი სხვადასხვა ქართულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დღეს მსვლელობა მოაწყვეს. ამ ღონისძიებით საქართველო პირველად უერთდება თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს. მსვლელობაში უსინათლოთა საკითხით დაინტერესებული ორგანიზაციები და პირები იღებდნენ მონაწილეობას. აქციის მონაწილეები გამლელებს თეთრ გულსაბნევებს ტოლერანტობის სიმბოლოს ურიგებდნენ. თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღის მიზანია ნებისმიერმა მსურველმა მხარდაჭერა გამოხატოს უსინათლოების მიმართ და მათ საზოგადოებაში სრულად ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. თეთრი ფერის ხელჯოხი არის მხოლოდ იმის გამო, რომ მოხდეს ადამიანების მიერ
ყურადღების მიქცევა თეთრ ხელჯოხთან დაკავშირებით და იცოდნენ რომ თეთრი ხელჯოხის მქონე ადამიანი არის უსინათლო ადამიანი. დღევანდელი მსვლელობით გამოვხატავთ სოლიდარობას უსინათლოების მიმართ და ძალიან გვინდა რომ მათ იარონ თავისუფლად დამოუკიდებლად თეთრი ჯოხებით საზოგადოებაში. ამისთვის კი საჭიროა რომ ხალხმა იცოდეს უბრალოდ რას ნიშნავს ეს. სწორედ ამიტომ გამოვედით დღეს თეთრი ჯოხებით ხელში. სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკერდის ჯანმრთელობის დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით კლინიკამ დღეს ქალბატონებს უფასო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარა. საქველმოქმედო აქცია კლინიკამ ევროპის ზუზუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციასთან ერთად ჩაატარა. საქართველოში ყოველწლიურად მკერდის კიბოს 800-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო წლებში კი დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება. სპეციალისტები ქალებს ურჩევენ ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციისათვის ჩაიტარონ სკრინინგი, რომელიც კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენას გულისხმობს. მკერდის კიბოს წინააღმდეგ ქართული კომპანიებიც გაერთიანდნენ. ზუზუს ჯანმრთელობის დღის აღსანიშნავად დღეს ყველას გულზე ვარდისფერი ბაფთები ებნიათ. ამისთვის სტარდება სკრინინგი, რომელიც არის 40 წლიდან და მაღლა, რეპროდუქციული და არარეპროდუქციული ქალების შემთხვევაში გამოკვლევა არის. მამოლოგიური კვლევებია, კონსულტაციები, ულტრაბგერითი კვლევები და კიდე სხვა საშუალებები, მაგრამ დღეს ჩვენ რასაც ვატარებთ, ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს ამ კვლევას. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ჩვენი აქციებით ავამაღლოთ მოსახლეობის ყურადღება, ცოდნის დონე ამ პრობლემის მიმართ და ვაჩვენოთ გზები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეს საშინელი დაავადება. ანუ ამ გზებში მოიაზრება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, წონის კონტროლი, დროული მამოგრაფია და დროული სკრინინგი, ან თვითგასინჯვის მეთოდები, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების გართულება. ხვალ ხევსურეთის დღეები იწყება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს ახალგაზრდა პოეტები, მწერლები და მომღერლები ესტუმრებიან. მხატვრულ-მუსიკალური საღამო სამეგობრო ჯგუფის ჩვენ ინიციატივით ტარდება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მთა არ უნდა იყოს გამიჯნული ბარისგან და მათი მიზანიც ხევსურ თანატოლებთან აქტიური ურთიერთობაა. ხევსურეთის დღეები წელს უკვე მეორედ ტარდება. ყოველთვის ყველა დროში მთა იყო მაინც ის რესურსი, რასაც ბარს ყვებავდა ინტელექტით, რა ვიცი, სიმშვიდით, სიბრძნით. ამიტომაც აი ახლა მიდის ესე თქვა გამაგრება, მიხმარება და ამიტომაც მინდა საოცარ საქმეს აკეთებენ ეს ახალგაზრდები. ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, რომ აი ესე ენთუზიაზმით შეკრიბებიან და მიდიან, რათა გვერდი დაუდგენ ხევსურ ახალგაზრდებს. კაცო ჩარგალშიც მივალ და ჩარგალში და შაվել და ხევსურ ახალგაზრდებს. ჩვენი მიზანი არის რომ ხევსურების ჩართულობა მოხდეს, ისინი მთაში უფრო გარიყულები არიან და ჩვენ არ გვინდა რომ მათ ეს იგრძნონ, მათთვის ჩაგვაქვს საჩუქრები, სამწუხაროდ ბიბლიოთეკა მათ ფიზიკურად არ აქვთ. სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაგვაქვს რამდენიმე წიგნი, ასევე საჩუქრები, ისინი მოკლებული არიან ყოველგვარ რაღაც გასართობ ღონისძიებებს, მიყვავს პოეტები, მომღერლები, მწერლები და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება გამოვა. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დღეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვალერი სილოგავას იხსენებდნენ. 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 16 წიგნის ავტორის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული წარწერის, ეპიტაფიისა თუ ხელნაწერის აღმოჩენა უკავშირდება. როგორც ამბობენ, მეცნიერს განსაკუთრებული დამოკიდებულება ოშკის ტაძრის მიმართ ჰქონია. მთელი ბავშვობა ამ ეკლესიის ფოტოს შევყურებდიო, უთქვამს და უკვე ცნობილ მკვლევარს საქართველოს ამ ისტორიული ძეგლისთვის სამეცნიერო ნაშრომი ოშკი მე-10 საუკუნის მემორიალური ტაძარი მიუძღვნია. ისტორიკოსმა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ მონოგრაფიაში სამეგრელო აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა მეცნიერული სიზუსტით ასახა აფხაზეთისა და საქართველოს ერთიანობა, მათი სისხლხორცეული და ისტორიული კავშირი. მუზეუმში მკვლევარზე დაწერილი სამეცნიერო სტატიებისა და მოგონებების კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წიგნში მეცნიერის დაუსრულებელი სტატიები და გამოუქვეყნებელი წერილებია შესული. ვალერი სილოგავა ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის წინაშე მას საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის. გარდა ამისა, თვითონ ამ კრებულის გამოცემაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ კრებულში არის
ის სტატიები, რომელიც დაიწყო ვალერი სილოგავამ და ჩვენ დავასრულეთ, ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ანისის სომხური ნაქალაქ არის ქართული წარწერები, რომელიც პირველად ქვეყნდება და რომელთა შესწავლასაც საფუძველი ვალერი სილოგავამ ჩაუყარა. მე მქონდა ბედნიერება ყოფილიყავი რეცენზენტი მისი ექვთიმე თაყაიშვილის პრემიაზე წარმოდგენილი ნაშრომისა, რომელიც შეეხებოდა აფხაზეთის და სამეგრელოს წარწერებს. ეს ნაშრომი გამორჩეული იყო იმით, რომ მით უმეტეს თანამედროვე პირობებში, როცა აფხაზეთთან ესეთი გართულებული ურთიერთობა გვაქვს, მან აჩვენა მშვენივრად ეს, რომ ეს არის ერთი სახელმწიფო, ერთი კულტურა და ეს დაასაბუთა იმ შესანიშნავი პალეოგრაფიული ძეგლებით, რომელიც აღმოჩენილია როგორც თვითონ ისტორიულ აფხაზეთის მიწა-წყალზე, ასევე თანამედროვე გალის რაიონის ტერიტორიაზე.